დოროთი დეი 9 წლის იყო, როდესაც 1906 წელს სან-ფრანცისკოში მომხდარმა მიწისძვრამ თითქმის ყველაფერი გაანადგურა. მეზობლები ერთმანეთს უშენებდნენ დროებით საცხოვრებლებს და საჭმელს უნაწილებდნენ. მართალია დოროთი იმ დროს მხოლოდ 9 წლის იყო, მაგრამ არასდროს დავიწყებია თუ როგორ ეხმარებოდნენ ადამიანები ერთმანეთს. მოზარ დოროთის ღმერთი და რელიგია ნაკლებად იზიდავდა. ილინოისის უნივერსიტეტში სწავლისას რადიკალ კომუნისტ სტუდენტებს დაუმეგობრდა. ლექციებისგან გაბეძრებულმა სწავლებსაც მალევე დაანება თავი და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. იქ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. აქტიურად მონაწილეობდა დემონსტრაციებში, რის გამოც ციხეშიც კი იჯდა. 1917 წელს დააკავეს სხვა სუფრაჟისტებთან ერთად, რომლებიც ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას მოითხოვდნენ. ღვთის არსებობაში დარწმუნების შემდეგ დოროთიმ ბიბლიის კითხვა და წირვაზე სიარული დაიწყო. 1927 წელს შეეძინა ქალიშვილი თამარი და მისი ეკლესიაში აღზრდა გადაწყვიტა. რწმენის გამო დოროთიმ ცხოვრების სტილი სრულიად შეიცვალა. 1923 წელს პიტერ მაურინთან ერთად დააარსა კათოლიკე მუშაკთა მოძრაობა. ასევე გამოსცემდნენ გაზეთებს, რათა ახალგაზრდებზე დადებითი გავლენა მოეხდინათ და საზოგადოება გაეუმჯობესებინათ. დოროთიმ უსახლკაროებისთვის ააშენა თავშესაფრები, რომლებიც გაჭირვებულ ადამიანებს საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფდა. ავტობიოგრაფიაში დეი წერს: რთულია გიყვარდეს ის ადამიანები, რომლებიც მოწყალებას მიიღებენ და სანაცვლოდ მადლიერებასაც კი არ გამოხატავენ. დოროთი იყო პატარა, მლოცველი ქალი, რომელიც ყოველდილით ესწრებოდა წირვას. ამასთანავე მტკიცე, გაბედული და ძლიერი ადამიანი, რომელიც არაფერს უშინდებოდა. მისმა სოციალურმა სამართლიანობამ ბევრ ადამიანზე დადებითად იმოქმედა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დეი ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ დიდ რეფორმატორად მოიხსენია. 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას პაპმა ფრანცისკემ დოროთი დეის დიდი ამერიკელი უწოდა. როდესაც დოროთი მინდოეთში დედა ტერეზა მოინახულა, მათ ქრისტეს მსახურების გზებზე ილაპარაკეს. დეიმ თქვა: აკეთე ის, რაც ხელთ მოხვდება, რასაც შენი ხელები იპოვიან. აკეთე მთელი ძალით. ბოლოს და ბოლოს ღმერთია ჩვენთან. დღეისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში დოროთი დეის სახელობის 200-ზე მეტი თავშესაფარია.